კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განმოგზავნებთ მაუწყებლობას და გადაცემის ამ ნაწილში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის რუსთავის პარტიის თავმჯდომარე საკრებულოს სიის პირველი ნომერი თორნიკე არევაძე შემოგვერთა. მოგესალმებით, ბატონ თორნიკე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, ლიზა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენს რადიო მსმენელებს. ბატონ თორნიკე, თქვენთან ჩვენ რუსთავში არაერთხელ ვართ ნამყოფი და ვიცით როგორ უყვარხართ რუსთაველ საზოგადოებას იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ჩვენ მივიდოდით, მუდმივად გრძნობდით, რომ თქვენ თითოეულ იმ მაცხოვრებელ ადამიანთან რაღაც კონკრეტული სიკეთე გქონდათ მიტანილი. ამიტომ გიცნობთ რუსთავის საზოგადოება, რა არის თქვენი ხედვა, რა არის თქვენი პოლიტიკური პარტიის სურვილების რახვები, რომ რუსთავში ამომრჩეველს უფრო მეტი კეთილდღეობა და უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნათ. მოდით ასე დავიწყებ, რომ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობას ასეთი დიდი დობისთვის. საკმაოდ ძლიერი გუნდი არის რუსთავში. რუსთავის პატრიოტთა ალიანს ყოველთვის ყავდა და დღესაც ყავს ის თავის გარკვეული ამომრჩეველი და საკმაოდ დიდი ამომრჩეველი არის პატრიოტთა ალიანსის, რომელიც დიდ პატივს უსცემს და ჩვენს დიდი სიყვარულით ყოველთვის ამ ადამიანებთან, არა მარტო ამ ადამიანებთან, მთელ რუსთაველებთან გვაქვს ურთიერთობა და აი დღევანდელი სტუდიიდან მინდა რომ მივესალმო და დიდი პატივისცემა გამოთქვა ამ ადამიანების მიმართ. ლიზი ორი დღის წინ პატრიოტთა ალიანსმა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა დიდი ქალაქის წარდგენა გააკეთა. იქ იყო რუსთავის ის დიდი გუნდი, რომელიც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საკმაოდ ისეთი ძლიერი გუნდი არის შეკრებილი რუსთავში და ის პირველი ხუთეული თუ ათეული პირველი ადამიანები ყველა არჩეული არის ძალიან დიდი კვალიფიკაციით. არიან ძალიან ქალაქის მოყვარულები, საკმაოდ ცნობადი სახეები არის რუსთავისთვის, ისინი რუსთავში დაბადებული და გაზრდილები არიან, საკმაოდ კარგად იცნობენ რუსთავის თითოეულ პრობლემას. ძალიან ღრმა ურთიერთობა აქვთ რუსთავის მოქალაქეებთან, მოსახლეობასთან, თვითონ უშუალოდ კონტაქტში არიან შესულები და კარგად იციან თუ რა ტკივილი არის დღეს რუსთავში, რა პრობლემა არის რუსთავში, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, რა არის დარჩენილი კვლავ გასაკეთებელი. ასე რომ მე მინდა ჩვენს რუსთავის მოსახლეობას მიმართო თხოვნით, კარგად გადახედონ პატრიოტთა ალიანსის აი ამ გუნდს და მერწმუნეთ რომ სანდო გუნდი არის და ხარი დაუჭირონ პატრიოტთა ალიანს საკრებულოს არჩევნებზე. კონკრეტულად რა არის ის პრობლემური საკითხები, რომლის გაუმჯობესებასაც ფიქრობთ და რომელთაც აუცილებლად დაიწყებთ თქვენს მუშაობას, რა პრობლემებს ხედავთ ადამიანებში, რომლებიც გვხვდებიან, რას გესაუბრებიან, რა არის მათი სურვილები და მოთხოვნები, ხომ არც არჩევნების პროცესში, როდესაც იღებთ მონაწილეობას, ბუნებრივია ყოველდღურად ადამიანების პრობლემებს ეცნობით, ხო, რას გისახელებენ, რა სახის პრობლემები აქვთ რუსთავში მცხოვრებ ადამიანებს დღეს? არა მარტო საარჩევნო პერიოდში რუსთავის პატრიოტთა ალიანსის რუსთავის ორგანიზაციას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია მუშაობა. ჩვენი გუნდი ყოველთვის მოსახლეობასთან, მათ პრობლემებთან, მათ გვერდში ყოველთვის იყო და ყოველთვის ესეთ რო ვთქვათ პულსზე გვერდო, ქალაქის პულსზე ყოველთვის გვერდო ხელი. პრობლემები როგორც მთელ საქართველოში, არა მარტო რუსთავში, საკმაოდ ბევრი პრობლემა არის ძალიან ბევრი პრობლემა გადაიჭრა, მაგალითად 4 წლის წინაც კანდიდატი ვიყავით და ჩვენი გუნდი, რასაც ვიძახოდით, მოხარულები ვართ, რომ რაღაც გარკვეული პრობლემები მართლა გადაიჭრა ქალაქში. არ მაპატიებს რუსთაველები, რომ მე ავდგე და ვთქვა, რომ არაფერი არ არის რა გაკეთება. რაღაცები გაკეთდა, მაგრამ არის ძალიან ბევრი საკითხი ისეთი დარჩენილი, რომელიც კვლავ ისევ პრობლემა არის. ეკოლოგიის, აი უპირველესი რა, ვერ გავექცევი, რომ პირველი ისევ ეკოლოგიის საკითხით არ დავიწყოთ. კი ვხედავთ, რომ ქალაქის მესვეურები ცდილობდნენ, რომ რაღაც გარკვეული საჯარიმო სანქციებით აი ეს არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც ასეთ დიდ ზარალს აყენებდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას,
მაგრამ დღემდე ეს პრობლემა ისევ არის და ისევ არ აღმოფხრილა ბოლომდე ეს პრობლემა. კვლავ ისევ ნებისმიერი რუსთაველი რო გააჩერო, კვლავ გეტყვის რომ ისევ აწუხებს მათ ეს საწარმოო გამონაბოლქვის სუნი. გადადგას თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ კონკრეტულად იმისთვის რომ პრობლემები მოგვარდეს ეკოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ როგორც თქვენ საუბრობთ, რამდენიმე წელია უკვე ეს პრობლემა არსებობს დღის წესრიგშია და მიუხედავად მცდელობისა, მაინც ვერ შეიცვალა რეალურად. იცით რა არის, მიდგომა მხოლოდ ერთი არსებობს რა. პირველ რიგში, როდესაც ბერკეტი გაქვს შენ ქალაქის მესვეული, როდესაც და შენ გაგაჩნია ეს დიდი ბერკეტები, არა მარტო საჯარი, როდესაც შეხედავ რომ საჯარიმო სანქციებით შენ ვერ მოერიე და ეს პრობლემა ვერ აღმოფხარი შენ ქალაქში. არსებობს ისე გარკვეული პრევენციული შეჯერებები, ხელშეკრულებებში გადახედვა. ყველაზე დიდი და მთავარი მაინც ისევ იმას დაუბრუნდები, რომ აი ამ 90-იან წლებში ქალაქში გაიჩეხა ეს დიდი მწვანე ზოლი. მასზე დიდი საწარმო იყო მეტალურგიული საწარმო რუსთავში კომუნისტების პერიოდში. მასზე დიდი საწარმო იყო ეს ქიმიური კომბინატი, მაგრამ ყოველთვის იყო გათვალისწინებული ის მწვანე ზოლი საწარმოს და მოსახლეობას შორის, რომელიც ძალიან იცავს. აქ მარტო ასე არ შეიძლება რომ ერთი მხრივ მიუდგეთ რომ მხოლოდ რომელიღაცა ერთი მეწარმე დავადანაშაულოთ ამ საკითხში. აქ რიგი ჯაჭვური პრობლემები არის, რომელიც ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრა, გადაწყვეტა. აი ძალიან ხშირად აქტიურად არის აი ესეთი მოსახლეობისგან გულისწყობილი, აი ჩვენი უფროსი თაობა რუსთაველები, ვინც თავიანთი შრომით საწარმოებმა ქალაქმა გადასცეს რაღაც გარკვეული მიწის ნაკვეთები, ქალაქის შემოგარენში გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები. აი არიან ძალიან დიდ პრობლემაში ეს ადამიანები, არის დაკარგული თუ დამალული, არ ვიცით, იმიტომ რომ ვერ მივახციეთ რომ არქივებიდან ამოვიღოთ ესები, ვერ აგნებენ ამ თავი იციან, სად არის უბრალოდ გაფორმება უჭირთ. რაღაც გარკვეულმა ეტაპებმა დაიწყეს გაფორმება და კვლავ ისეთ პრობლემაში აღმოჩნდნენ, რომ არ უცვლიან სტატუსს და არის საბაღე მეურნეობის სტატუსით არის ეს. არ აძლევენ მასზე მშენებლობის უფლებას. აი ძალიან მარტივი არის, რა ქალაქის მერიამ ესეურემა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. რაღაც ურბანული განვითარების არქიტექტურასთან ერთად უნდა მიიღონ და ამ ადამიანებს უნდა მისცენ იმის საშუალება, რომ დაიწყონ მათ სამიანთი რაღაც კორპუსების აშენება და დამერწმუნეთ, აი თითეული რუსთაველი დამეთანხმება, დამერწმუნეთ, სადღაც 3-4 წელიწადში ქალაქს ვერ იცნობთ, გამწვანებული ის თავის მეურნეობაში, თავის ბაღში მოიყვანს, ხეს გაახარებს, მოუვლის უფრო მეტად და ჩვენ საბოლოო ჯამში გვექნება რუსთავის შემოგარენი, რომელიც იქნება გამწვანებული და მეტად უფრო ერთადერთი ვიცით რომ მწვანე სივრცე არის ეკოლოგია. აქ არის კიდევ გარკვეული რაღაც პრობლემები განაშენებასთან დაკავშირებით და აი ამ მშენებლობებთან დაკავშირებით მინდა. ამ ბოლო დროს დავიხედავთ ქალაქში რომ თითქმის ყოფილ სტადიონებზე იმ მწვანე სივრცეები სადაც შეიძლებოდა რომ მოწყობილი იყო, კორპუსები იდგმება თან ესეთი დიდი უსახური კორპუსები. აქ განაშენი, აქ ორ პრობლემას უფრო ერთმანეთთან გადავაბავთ რა ჩვენ და ორ პრობლემას ერთად წარმოვაჩენთ. ჩვენ ფიქრობთ რომ პატრიოტ ალიანსის გუნდი ფიქრობს რომ უნდა შეიქმნას რაღაც გარკვეული ჯგუფი, კომისია არქიტექტურასთან ერთად, რომელიც ქალაქის განაშენიანებაზე პასუხისმგებელი იქნება ეს ადამიანები, რომლებიც აი რაღაც იმ უსახური რაღაც გარე ფასადის არ მქონე შენობების შენებლობა არ უნდა დაიშვას. ისტორიული ქალაქი არის რუსთავი, ულამაზესი ქალაქი არის რუსთავი, განსაკუთრებით ძველი რუსთავი და ამ დროს, როდესაც იწყებს შენ რაღაც ისეთი კორპუსის აშენებას, 12 სართულიანი კორპუსის აშენებას, რომელიც არც არქიტექტურაში ჯდება ამ ქალაქის, არც ვიზუალში ჯდება, არც სილამაზეში, მით უმეტეს იწყებ იმ ადგილას ამ კორპუსების შენებლობა, სადაც ბავშვთა გასართობის სტადიონები იყო, სადაც შეიძლებოდა რომ უფრო მწვანე ზოლი, რეკრეაციული ზონა მოწყობილიყო, კარგი სკვერი მოწყობილიყო, სადაც მეტი უფრო აი ეს ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვურად გადაბმული მივდივართ იმ შედეგამდე, რომ დღეს რუსთავის მოსახლეობას აი ამ ეკოლოგიის პრობლემები წინაშე გვაყენებს ის. აი ძალიან საინტერესოა, თორემ გარდა იმისა, რომ თქვა რაღაცა პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება,
მე მახსენდება რუსთავში როდესაც ჩამოსულა მართალია ეს არ არის თქო ახლო პერიოდი 4-5 ან 6 წლის წინ როდესაც თქვენთან ჩვენ ყოფილვართ მაგალითად გადაღებაზე ან სოციალურ დაუცველ ოჯახში ან სადმე განსაკუთრებულად ძიმე მდგომარეობა ჰქონდათ ხანდაზმულ ადამიანებს არ ვიცი დასახლებები არსებობდა იქ სადაც ჩვენ მივდიოდით ხოლმე გახსოვთ თქვენ ფონდიდან თითოეულ ადამიანს ხოლმე როდესაც ჩამოვდიოდით ვინ იცით ასეთი გაჭირვებული ოჯახები და ვისთან შეიძლებოდა მისულიყო ჩვენი ფონდი დასახმარებლად ხო მაშინ თქვენ სულ სათითაოდ იცოდით ვისთან იყო აი ასეთი პრობლემა დღესაც ისევე ურთიერთობა გვაქვს ამ ადამიანს მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ამ ადამიანებს აი სოციალური მდგომარეობა როგორია ამ ადამიანების რუსთავში მცხოვრები ადამიანების თქვათ უჭირთ თუ არა სამუშაო ადგილების პოვნა არიან პოულობენ ადგილზე სამუშაო ადგილს თუ მაინც უწევთ დიდი ტერიტორიის გამოვლა იმისთვის რომ ჩამოვიდნენ თქვათ თბილისში აქ დასაქმდნენ არ ვიცი აი რა სახის პრობლემები აქვთ რომელიც მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება და რომელსაც თქვენ თქვათ გაქვთ რაღაც კონკრეტული ხედვები აი ძალიან ნათელი პასუხი არის ყველა მიცით სოციალური სასადილოები უბრალოდ თითოეულ რაც არ უნდა მოვიდნენ ქალაქის მესვეურები და გითხრენ რომ დღეს ჩვენ შევამცირეთ თითოეულს მე თვითონ მიუძღვები და მივალთ აი ამ სოციალურ სასადილოებთან მივალთ და ვნახავთ რამდენი ადამიანი იღებს მათგან დახმარებას თუმცა მისვლაც არ არის საჭირო ეს ამ ადამიანების სია ყველას უდევს მათ სათითაოდ არიან ეს ადამიანები აღწერილი ზუსტად პატრიოტ ალიანსის ესეთი პროგრამა არის რომ აუცილებლად ქალაქის მესვეურემ და ქალაქის მერიამ საკრებულომ უნდა გამოენახოს სახსრები და აუცილებლად უნდა დაიწყოს სოციალურად დაუცველების ბინამშენებლობები აუცილებლად უნდა დაიწყოს იმიტომ რომ უსახლკარო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 99% არ გააჩნია საკუთარი საცხოვრისი ან არის ძალიან უკიდურესად გაჭირვებული სადღაც ქირით შესული ისეთ ფაქტში სადაც ადამიანური არანაირი პირობები არ არის რა აქ რომ ამ ადამიანებმა აიწყოს და ზუსტად ამიტომ არის არა ეს წელს არ არის ჩვენი საარჩევნო პროგრამაში ეს მრავალი წელი არის პატრიოტ ალიანსი ხმამაღლა აცხადებს რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის უნდა დაიწყოს აუცილებლად ბინამშენებლობა მეორე ფაქტი არის ასეთი რომ ყველას კარგად მოგვეხსენება რომ დაზღვევა ასე თუ ისე საქართველოში მაინც მუშაობს მაგრამ არასრულყოფილად აუცილებლად პატრიოტ ალიანსის მესვეურები ხელმძღვანელები ყოველთვის აი ამას ვიძახით რომ აუცილებლად უნდა აჩინდეს სოციალური კლინიკები სადაც იქნება უმაღლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი აპარატურა სადაც იქნება ძალიან პროფესიონალი მერტპერსონალი ეგ ჩვენი ექიმები სადაც აი ამ სოციალურ დაუცველ ადამიანს მიეცემა რომ სრულყოფილად ჩაიტაროს კვლევა. ნუ ყველამ კარგად ვიცი რომ რაღაც გარკვეული პროცენტებით ფინანსდება დაზღვევისგან, შემდეგ კიდევ არასრულად და გარკვეული პროცენტულობით უნაზღაურდება მერიის სოციალური სამსახურიდან ეს, მაგრამ ეს არ არის 100%-ით ანაზღაურება. და როდესაც ადამიანს არ გააჩნია სამსახური, მხოლოდ პენსიაზე არის ეს ადამიანი, როდესაც შემდეგ სოციალურ დახმარებაზე არის, როდესაც ეს ადამიანი მოდის შენთან და გეუბნება რომ საკვების საშუალება არ აქვს და შენ მას ლუკმაპურს უწვდი, ამ დროს მისი ჯანმრთელობაზე არასრულად უწევთ მათ ამ ჯანმრთელობის თუნდაც ნებისმიერი კვლევის ჩატარება. არ აქვს საშუალება რომ გავიდნენ ქალაქიდან, არ აქვს საშუალება რომ ფასიან კლინიკებში მივიდნენ და მიიღონ ეს დახმარება. ამიტომ პატრიოტ ალიანსის ესეც პირველი წლევანდელი ჩვენი მოთხოვნა არ არის და ყოველთვის აი ამ საარჩევნო პროგრამას ყოველთვის ვაყენებთ რომ აუცილებლად უნდა აშენდეს სოციალური პოლიკლინიკები უნდა გაკეთდეს ქალაქში რა არა მარტო ამის აუცილებლობა ალბათ განსაკუთრებულად არსებობს იმის ფონზე, როდესაც დღეს ჩვენ უკვე სასტრაფოსაც როდესაც გამოიძახებს ხო ადამიანი მას უკვე როდესაც კლინიკაში გადაიყვანენ თუ კი ვთქვათ იქ რაღაცა ტიპის გართულება ვთქვათ არ დაუდასტურდა ან რაღაც როგორც იყო ხოლმე ადრე უფასო დეწეოდათ ხო ეს მომსახურება ახლა უკვე მათ გადახდა უწევთ ამ ყოფს ზუსტად მაგაზე გვაქვს საუბარი არასრული მომსახურება ხდება ამ ადამიანების ეს ადამიანები რაღაც გარკვეული დაავადებები უფინანსდებათ, რაღაც გარკვეული დახმარებებს აწვევენ, მაგრამ ეს არ არის სრული დახმარება. ეს იმ ადამიანს არასოდეს ვერ მიიყვანს გამოჯანმრთელებამდე. ბიუჯეტი თუ იძლევა ბატონ თორნიკე ამის საშუალებას? რა თქმა უნდა იძლევა ბიუჯეტი, სწორად განაწილებული ბიუჯეტი
ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ეს ხო არ არის მილიონობით და ადამიანი, მით უმეტეს კი შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები და სწორი მიმართულებით წავა თანხებად. რამდენად არის თანაბარი პირობები თქვენსა და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის? ხა ჩვენ მაგალითად თბილისში, როდესაც გადავადგილდებით, ხედავთ რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ბანერებია მაგალითად ადგილზე და თითქოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ასეთი სურათი იქმნება. რა ხდება რუსთავში ამ მიმართულებით? აი მოსახლეობას არც გაუკვირდება ეს, კარგად მოგეხსენებათ თუ როგორ აგვაქვს ჩამორთმეული სარეკლამო დრო არაკანონიერად. როგორ მოექცა პატრიოტ ალიანს ჩვენ წინა ეს ხელისუფლება, როგორ ჩამოგვართვა თუნდაც წარმომადგენელი დამკვირვებელი, ეს ყველაფერი გაძლევს იმ არასრულ საარჩევნო კამპანიის ჩატარების რა თქმა უნდა დაფინანსება არის კიდე რომელიც რო საკმაოდ შემცირებული არის ის უფასო საეთერო დროები აი მე ვიცით რომ თქვენ ტელევიზიაში პატრიოტ ალიანსის რეკლამებიც ვერ გადის გამომდინარე იქიდან რომ რაღაც შეზღუდვებში ვართ ანალოგიურ შეზღუდვებში ვართ ქალაქში მაგრამ როგორც ასეთი რომ ქალაქში რაღაც ზეწოლა არასოდეს პატრიოტ ალიანსზე ასეთი რაღაცა არც მოხდება, ვერც მოხდება, იმიტომ რომ ყოველთვის იციან რომ მართალ ადამიანთან ჭიდაობა, მართალ ადამიანთან ბრძოლა არასწორი მოქცევა, ყოველთვის უკან უბრუნდებათ მათ ცუდად. რაღაც გარკვეული ბერკეტები არის, რაღაც გარკვეული დაბკოლებები არის, მაგალითად ეხლა თქვენი ეთერითაც მინდოდა რომ რუსთავის მოსახლეობისთვის მეთქვა ხვალიდან იხსნება პატრიოტ ალიანსის რუსთავის შტაბინა სადაც იქნება საარჩევნო შტაბი ეს არის მაჩაბელის 3 ნომერში ამ ჩვენ მეგობრებს იმ ჩვენ ერთგულ მხარდამჭერებს ვთქვათ მობრძანდეთ შემოგვეხმიანეთ მობრძანდით დარწმუნებული ვარ რომ გვეძებთ აი ანალოგიური პრობლემა მოგვივიდა ჩვენ რომ აი თითქმის ცენტრალურ ქუჩაზე არის სარიელი ფართები, მივდივართ, მაგრამ შეშინებული მეპატრონე. კონკრეტულად თქვენზე ვერ ახერხებს გაქირავებას. ხო, ვერ ახერხებს ჩვენზე გაქირავებას. ძალიან სულით გულით უნდა გვეფერება, გვეუბნება, რომ თქვენი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ის ერთი შემოსავლის წყარო აქვს ამ ადამიანს და ის შეშობს, რომ ხვალ ეს შემოსავლის წყარო არ დაკარგოს. ამიტომ გიხდება, რომ ცენტრალური ქუჩაზე ისე რომ ხალხის გამოსაჩენად, სადაც ყველა მოძრაობს, როგორც მაგალითად დღევანდელ ხელისუფლებას ყველა ცენტრალურ ქუჩაზე აქვს ოფისი და როშები, არ გვეძლება ამის საშუალება. ვითომ და არ არის კი ვიძახეთ რომ არ არის რაღაც გარკვეული ზეწოლა, მაგრამ იგივე ზეწოლა გამოდის ეს. განსაკუთრებულად არის ხოლმე წინა დღეებში, როდესაც ფინანსური ჩართულობა ხდება პოლიტიკური ძლიერი პოლიტიკური პარტიების მხრიდან მაგალითად ვისაც ამის რესურსი აქვს და ჩვენ ვიცით, როდესაც მართველი ძალა იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მას რამხელა რესურსი აქვს, ხო? როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსი გავლენა ძალიან დიდი არის ზოგადად. ხომ ასეთ დროს ამ ნაწილში გაქვთ თუ არა თქვენი ხურვალე მხარდაჭერი ადამიანების იმედი რომ შეინარჩუნონ ის ვთქვათ ერთგულება თქვენს მიმართ რომელიც აქვთ ამ წლების განმავლობაში და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ თქვენ პერსონალურად მათთვის ხართ ძალიან ანგარიშგასაწევი და დასაფასებელი ადამიანი. უყურელიზე როგორ არის თავიდანვე რომ დავიწყეთ მაშინ ვთქვი რომ ყოველთვის ყავდა ჩვენის ერთგული ხარდაჭერი ვინც პატრიოტ ალიანსის უერთგულესი ადამიანები დღესაც იგივე ისევე მდგომარეობა არის არასოდეს პატრიოტ ალიანსი აი რაღაც ცოტა ისე უხერხულად აი უხერხულია ჩემთვის რომ ამ თემაზე ვირა არასოდეს პატრიოტ ალიანსი არ მისულა არც ერთ რუსთაველთან რუსთავზე მაგ დღეს საუბარი და ჩვენ არასოდეს ფულით არ გვითხოვია რომ მათი მხარდაჭერა ქონებოდა აი ეს ადამიანები მთელი გულით სულით ოჯახების სიყვარულით, ქალაქის სიყვარულით ყოველთვის მოდიოდნენ პირიქით აქეთ გვამხნევებენ, აქეთ გვეხმარებიან, აქეთ გვეუბნებიან, რომ აი მე დავარიგებ თუნდაც სააგიტაციო მასალას მოგეხმარებით, რომ არა გვაქვს იმის საშუალებას, რომ დავიქირავოთ გარკვეული ჯგუფი, რომელიც მოგეხმარება თუნდაც იმ სააგიტაციო მასალის. თუმცა საკმაოდ ბევრი ვართ პარტიის წევრები და კარგად ვახერხებთ ამ სააგიტაციო მასალის მოსახლეობამდე მიწოდებას, მაგრამ უფრო აი სტიმულის რას გვაძლევთ, რომ აი რიგითი მოქალაქე რომელიც მოდის და ის რო გეუბნება, რომ მოდი რა 1-20 წელი მე გამატანე და ჩემს სადარბაზოში მე მოგეხმარებით და მე დაგარიგებინებთ ამ თქვენ სააგიტაციო მასალას. მას მნიშვნელობა და ალბათ мотивация мотивация არის, იცით როგორ არის, აი
ვიძახით ხოლმე რომ აი ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს რა ადამიანი მოდის და აი ამ ხელა გვერდში დგომას გიცხადებს და შენ აღარა გაქვს აღარანაირი უფლება რომ თუნდაც შენი ქალაქისთვის იმ ადამიანებისთვის ბოლომდე არ დაიხარჯო და ბოლომდე არ იბრძოლო, როდესაც მათგან ამ ხელა სითბოს და მეგობრობას ხედავ. ბატონო, წარმატებას გისურვებთ ბატონ თორნიკე, თუ გინებავთ მიმართვა, რომ მიმართოთ რუსთავის ამომრჩეველს თუ არა და დამემშვიდობებთ. სულ ორი სიტყვით მიმართავ ჩვენს რუსთავის ამომრჩეველს. ყველამ კარგად იცით ჩვენი პარტიის პარტიული სია რუსთავის და თითეული ადამიანი დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გიყვართ და დიდ პატივს ვცემ თითოეულ ადამიანს. მე მინდა ყველას გთხოვოთ რომ მობრძანდეთ 4-ში და გააფერადოთ ნომერი 8. ოფისი გაიხსნება ხვალიდან, მაჩაბელის 3 ნომერში იქნება პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო შტაბი. წარმატებებს გისურვებთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის რუსთავის პარტიის თავმჯდომარე საკრებულოს სიის პირველი ნომერი თორნიკე არევაძე გსტუმრობდა. მადლობთ რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად ნახვამდის.